რეკორდის დამყარებაზე მეტად ესმინდა, რატომ დათანხმდა მერაბი მეოთხე ბრძოლას. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ და რატომ ჩაინიშნა რემატჩი პიოტრ იანთან. მერაბ დვალიშვილი ავქში კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას უმიზნებს. 7 დეკემბერს ლას-ვეგასში, წლის უკანასკნელ PPV ტურნირზე, ქართველი მანქანა ოქტაგონზე მეოთხედ გამოვა და კალენდარულ წელიწადში ტიტულის უპრეცედენტო მეოთხე დაცვას შეეცდება. ბრძოლის გამოცხადების მომენტში დვალიშვილი არიელ ჰელვანის სტუდიაში იმყოფებოდა და პირდაპირ ეთერში მოყვა ის, თუ როგორ ჩაინიშნა დეკემბრის რემატჩი პიოტრ იანთან. ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ ჰანთერ კემპბელთან UFC-ის ოფისში მივედი. დაველაპარაკე და ვუთხარი, გთხოვოთ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ბრძოლა მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამას უფრო მეტად იმსახურებს. მითხრა, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა. კემპბელმა პირობაში ასრულა და დვალიშვილს მართლაც მიეცემა შანსი გახდეს პირველი ჩემპიონი ავქის ისტორიაში, რომელმაც საკუთარი ქამარი წელიწადში 4 ჯერ წარმატებით დაიცვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დვალიშვილის თხოვნის უკან რეკორდის დამყარების სურვილი სულაც არ იდგა. რეკორდის დამყარებაზე მეტად უბრალოდ მინდა საქმე მქონდეს. ბრძოლა მიყვარს და თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც საქმე მაქვს. როდესაც ბრძოლა ჩანიშნული არ მაქვს, ყურადღება მეფანტება, ბევრს მოგზაურობ, ყველგან დავდივარ, ფოკუსირებული არ ვარ. მაგრამ როდესაც ბრძოლა მაქვს ჩანიშნული, ფოკუსს ვინარჩუნებ, ბევრ რაღაცაზე უარს ვამბობ. რაც შეეხება იანთან დაპირისპირებას, ქართველი ჩემპიონი თვლის, რომ რუსი მებრძოლი ღირსეული მეტოქე და დამსახურებული პრეტენდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად დაპირისპირება ნაკლებად პირადულია, დვალიშვილის თქმით, მეორე შეხვედრა რუსისთვის პირველზე უარესი აღმოჩნდება. რა თქვა? რომ ჩემთან პირველ ბრძოლაში 40-50 ჯანმრთელი იყო? ეგრე შონ ომალიც ამბობდა, რომ მეორე ბრძოლაში 75 ით უკეთესი იქნებოდა, მე კი ის დავაფინიშე. აქაც იგივე მოხდება. ჩემთვის კარგია, რომ ამას ამბობს. პიოტრ იანი სახიფათო კაცია, მაგრამ მე კარგად ვივარჯიშებ და უარესი შესაძლო სცენარისთვის მოვემზადები. ამასობაში მართლა მჯერა, რომ მარტივად მოვუგებ. ბრძოლის ვადამდე ადრე დასრულება კარგი იქნებოდა. მასთან დაპირისპირება ამჯერად პირადული აღარ არის. წინაზე მასზე გაბრაზებული ვიყავი, ჩემს დაშინებას ცდილობდა. ჩემზე თქვა, რომ არაფერს წარმოადგენდი, რომ ნული ვიყავი. ჩემს მიმართ პატივისცემა არ ჰქონდა. ახლა ყველაფერი კარგადაა. პატივს ვცემ მას, როგორც მებრძოლს და როგორც ოჯახის კაცს, ლამაზი ოჯახი ჰყავს, ცოლ-შვილები და კარგი მამაა. იმედია, ახლა უკეთესი ადამიანია. ეს კარგი ბრძოლა იქნება. იანი ყოფილი ჩემპიონია, ბევრი მოგება აქვს. სახალისო ბრძოლა იქნება, მაგრამ ოქტაგონზე კვლავ მალევე დაბრუნებას ვაპირებ. მარტი რეალისტურია.